მომენტში ისაა სწორედ წინ მარჯვნიდან მას ეხმარება გიორგი კორიფაძე, უკაცრავად ჯაბადვალი და კუთხური შეცდომა დაუშვეს იბადვალი, კარგი გადაცემა მარჯვნივ ილურიძე, შევიდა საჯარიმო მოედანზე, საკითხად მდგომარეობა, ასწია კარის გასწვრივ, გაგოშიძე, ერთიანი ჯობდა, შემდეგ შარიქაძე, დვალი, არა, დაგვიანდა დარტყმა, თუმცა დვალი აგრძელებს შეტევას და საბოლოო ჯამში მეკარე ხონღაძე. სრაფი კონტრიერიში, კორიფაძე მარჯვენა ფრთიდან, მის წინ გაგოშიძეა, ასწია კორიფაძემ, დარტყმა არის და ოდიკაძემ დააბრუნა უკან დარტყმა და ძელმა იხსნა ახლა ზესტაფონელთა კარი. დვალი ითხოვს ბურთს, მიიღო საჯარიმო მოედანშია, შეიძლება დარტყმა, არ იყო, არა, ძელმა იხსნა კარი და ნომერი 8 გიორგი ქიმაძე და ნომერი 11 თორნიკე მუმლაძე. აი ახლა შანსი ჰქონდა ზესტაფონელებს და ვერ გადაცემებით, მაგრამ სიმწვავე ნაკლები, აი ახლა გაამწვა გრიგალაშვილმა, თორნიკემ კარგად წავიდა, შემდეგ გადააწოდა გაგოშიძეს, შეიძლება საჯარიმოში ბურთის გადაგზავნა, ასწია გაგოშიძემ და კაპანაძე აცდა ბურთს. შეტევის გაძლიერება შეუძლია უკაცრავად სარდალიშვილი, ასწია კაპანაძის დარტყმა. კარგად შარიქაძე, გვალია, სარდალიშვილი შეიძლება დარტყმა და ქვილითაიამ იხსნა ახლა კარი. გოლბურთელი აღიმართა, კარგად ითამაშა გრიგალაშვილმა, შემდეგ შარიქაძე, ასწია კართან, დარტყმა. კარგად დაარტყა კაპანაძემ, მაგრამ ზუსტად დახვდა ადგილზე. ნახოთ შარიქაძე ურტყავს ჯარიმას, დაარტყა კარში, რბილად და მეკარე ადვილად დაეუფლა ამ ბურთს. მთელი გუნდით იცავს თავს ჩიხურა, მთელი გუნდით უტევს ზესტაფონი, დარტყმა კარში, საკითხად მდგომარეობა და გადარჩა ახლა ჩიხურა, შედეგი სამწუხაროდ არ მოაქვს. გაგოშიძის დარტყმა, გაუვარდა ქვილითაიას, ბურთს დაეუფლა ფანცულაია. ნახოთ, გამოიტანეს შარიქაძე, კარგად გაცდა მეტოქეს, ასწია კართან, კაპანაძემ კვლავ მოიგო საჰაერო ბრძოლა, აციაში მიიღო ბურთი, ასწია კართან, გაგოშიძის დარტყმა და ქვილითაიას შესანიშნავი სეივი.